let's go. Pasi. მაგრამ რაღაც ბოლო პერიოდი არის, დაახლოებით რამოდენიმე თვე არის მივატოვე ბასიც და გადავედი ვოკალს. მართლა? ხო, და დაფიკო არის ჩვენი ბას-გიტარისტი. მაგრამ მენატრება სულ, მენატრები. ეგ ხო ცალკე ხელოვნებაა მარტო ვოკალისტობა. ანუ გიტარა რო არ მკიდია, სხვა ტიპი უნდა გავხდე იმისთვის, რომ სცენაზე კომფორტულად ვიყო. არ გაგშენე ეგ? კი და ჯერ მაგ კომფორტის პოვნისძიებაში ვარ მგონი, იმიტომ რომ ბასთან ერთად, ну რაღაც თამღერი კი უკრავ, მაგრამ რაღაც საქმე გაქვს, თან გიტარას უყურებ, აბა იქ უნდა გადავიდე და ვოკალზე როცა ხარ, კი იმაზეც ფიქრობ, ეხა როგორი ნოტი უნდა ავიღო, როგორ ავიღო და რაღაცები, მაგრამ რაღაც მეტი არტისტულობაც გმართებს მგონია, რომ უფრო ბიჭო, ფიზიკა დაუკავებელი და მთელი ამბავი უცბად პლასტიკა უნდა ჩართო ისქნა და შე გიტარა ფარია. ხო, მაგას გეუბნები, გართობს რა. ანუ აღარ გჭირდება ზედმეტი ცეკვა თუ რა ზედა. ტიპი ნახე ამებს უკრავს და ანუ აღარ მოგეთხოვება მეტი. მარტო ვოკალი მიკროფონი რო ხარ, მაშინ რაღაცა უნდა იჩალი. მაგრამ ხო შეიძლება ძეგლივი ძველი ტიპები როგორც ხვეროდნენ. მაგრამ ეგეც მანდაც ტონკი პონტაი ვინ ძველი ტიპი. ანუ აი ეს ვიღაცა ფილარმონიის მომღერლები. ფილარმონიის მომღერალი ფრენკ სინატრა? არა, ჩნელობაში გეუბნები რომ აი. არა, მაინც ბიჭო, ტყუილა არაფერი არ ხდება რა. ისეთ ბენდებიც ხო იყვნენ რაღაცა ცოტა ისეთი. იმას ელვის პრესლის რო აუგზალეს, გახსოვ? იდგნენ რა უძრაობა? ელვის პრესლის აუგზალეს ბულგარო მოდროულებს აკეთებდა. 90-იანებში. რომელიღაც არ მახსოვს რომელიღაც ტრეკში ძალიან საყოველად იქ ტელევიზიის რაღაცა ახალწლო ის იყო ფორმატი და იქ უთხრეს რომ არ გაინძრეო და ძალიან საყოველი ვიდეო აი და მაინც ხო არ შეუძლია ტიპს იმიტომ რომ ბუნებრივად მოძრავი იყო ხო რაღაცა ტიპს რა ხილა ენერგია ქონდა ის გეოსება ვაფშე ელვის პრესლი მე ფიგურა როგორც პიროვნული ფიგურა ეგეთი მევასება რო თქვა ხარ უბე მუსიკა რაღაცა ისე რა იყო შენთვის აი პირველი რამაც გაგახედა მუსიკისკენ პირველი მაინც ალბათ მუსიკალურ შოუს სწავლობდი, ეგ იყო რა, ძალიან პატარა ვიყავი, ჩემმა რომ მიმიყვანეს და აი ეგ მუსიკალური რომ მოვრჩი იდეაში ეგ იყო პირველი შეხება მუსიკასთან და მე აღარ ვცდომებია დიდად რაღაცა რომ ცოტა შემაძულა თუ რაღაცა, მაგრამ მე მოუბრუნდი შემთხვევით აღმოვაჩინე YouTube-ზე, აი ეს YouTube-ზე აღმოვაჩინე სხვათა შორის და სად აღმოვაჩინე, იცი? ტაბულაზე აღმოვაჩინე ქართული ბენდების ალბომი იყო რაღაცა. ვიდეოების და რაღაცეების, მეთქი ვაუ თუ რაღაცა და მაქედან დავიწყე. ტაბულა ჟურნალში ხდებოდა თუ ტაბულა და ქართული ჯგუფები გადიოდნენ, ხო, კუნგ-ფუ და ლოლიტაზი და ყველა ვაფშე. და მაქედან დავიწყე რა. ხო და იქ ქუთაის რეალობაში კონდეთ გავლენა ბაბუებს? რობიკოს ქონდა ყველა ვარიანტში და კიდე იქ იყვნენ ბენდები, ვისაც ქონდათ ეგრა. აი ვინ იყვნენ, ვინც არ ვიცით რა. რობი გასაგები ყველამ ვიცით აუთსაიდერი. ყველა ვიცის კი აუთსაიდერი. აი ძალიან underrated ჯგუფები არსებობდა. აი ეგ მაინტერესებს. ჩემს საყვარელი არის ბუნკერი. ვიცი მე. ბუნკერი იცი? ვაუ. და ბუნკერი არის ერთ-ერთი პირველი ქართული hardcore punk ჯგუფი არის და არის მამები არიან. ნუ ბევრი იყო კიდე ეს ისტორია გოგა ჟორჟოლაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ არის ბაჯუ არის ყველაფერს დასაწყისი მე მგონი. აუტსაიდერი. ხო და ბაჯუს აქვს ავტორიტეტი დღემდე რომ ბაჯუ იყო. ჩემთვის ბაჯუ გაეძრო პირველი ქუთაისელი ხა ჩემ ნახქმაში ეგრე მოვიდა. არის აი შედარებით პატარებში და რაღაცები, ვინც ეხა იწყებენ მუსიკის კეთებას ნაკლებად. მაგრამ აი ვინც მანამდე რაღაცა ჩემი თავობა, ჩემი წინათავობა, ყველასთვის ავტორიტეტი არის კი ბაჯურა, თან ქუთაისში ცხოვრობს და იქაც ქუჩაში რო ხვდება ხოლმე და. სხვა მაგრამ ბაჯუ იყო აუთსაიდერის პირველი დრამერი. აუთსაიდერის დრამერი და ვოკალისტი. და ჩვენ რეალობაში პირველი ელექტრონშიკი. და მე პირველი ელექტრონშიკი. მე და კოტე კალანდაძემ ეხლანდელი ლედი ჰეროინი ნებესერის ვოკალისტთან ერთად წავედით ქუთაისში პირველად როდის ვიყავი ქუთაისში და წავედით მარშრუტკით ქუთაისში ბაჯუ დაგხვდა ვიყიდეთ დრამ მაშინი ბაჯუსგან და წამოვედით ეგრევე უკან ვაში არ გავჩერებული ხო და ამ დრამ მაშინზე მქონდა აგებული აი ეს რო გვექნება всё ცხოვრება შეიძლება რა თქმა უნდა არაფერი არ შეიძლება მაგრამ ბაჯუ მაინც კაიცანით აუ ძალიან უნიკალური პიროვნება რო შეხვდები პროსა ქუჩაშიც ეგრევე ხელა ენერგიებს გქონდ მაგისგან რომ რავი თან სულ გიყვება რაღაცა ისტორიებს და
რო ნახე ამას წინ სათვალე მოიხსნა თავისი ჩემი მომხსნა და მაგით ნუ უყურებ სამყაროს და თავისი გამიკეთა ესე რა მეთქი და თქვენ მოახდინეთ გავლენა შენი აზრით თქვენს მერე წამოვიდა ახალი ჯგუფები ქუთაისში არის რამოდენიმე ახალი ჯგუფი რომელმაც აიწყო პოსტ-პანკით და რაც თვითონაც გვეუბნებიან რომ რაღაცა გავლენები არის მაგრამ ეხლა ჩვენ ვიცვლით სტილს და დამოუკიდებლები დარჩებიან მაგ ჟანრში და ხო და კიდე ვინ არის ახლა იზმირი ქუთაისური საფუჭრები ჯგუფი მაგათთან არ გაქვთ ეჭვიანო. იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს ორივე. Yes. ბიჭო, პირიქით იზმირი არის ჩემი საყვარელი ქართული ჯგუფი, მგონი ეხა მოქმედი ჯგუფებიდან რა. ძალიან უნიკალური. ხო, რაღაცნაირი ისეთი შესნი დუხია. კი, და მძიმე და ტექსტები და მუსიკა და ტიპებიც ძალიან საყვარლები არიან, მოსაყვარლესები რა. პროსტა ეგენი არიან შედარებით ისეთი ტიპები, რომ ნაკლებად უყვართ გამოჩენა სადმე რა იქნება ეს ლაივი თუ ასე შემდეგ რა ნაკლებ ეგეთ რაღაცები მენ არ არის არტუსაობენ არა იშვიათად თავის პონჩი მე მგონი არც ვიცნობ შენ გაგაცანი ერთხელ გიორგი ვოკალისტი ხო იზვენი ისე მე სულ ვამბობ რომ პოსტ-პანკი არის ქართული მუსიკა ქართულ ენას რო უხდება პოსტ-პანკი კი არა და პოსტ-პანკს რო უხდება ქართული ენა ეგრე არც ერთ ჟანრს იმენა გონია რომ აი მართლა რაღაცა მამა პაპური მუსიკა არის იმიტომ რომ სულ იყო პოსტ-პანკი რა რაც კიდე არა დაიჭირეს ხა აუ ვინდა მუშაობს როგორც ვიცი ერთ ტრეკზე რომელიც მეგრული იქნება რა და მოსმენელი მაგ ხო აუ ძალიან საინტერესოა ეგეც ძალიან ნუ ჯერ ქვეყანაში რომ ამდენი ენა გვაქვს ეგეც რამაგარია რომ რამდენაირი მუსიკის წერა შეგვიძლია და თითოეულ ენას თითოეული სტილი ახალი სტილის და ახალი მუსიკის შექმნა შეუძლია და აუ ისე მეგრული მაგრამ მოუწევს ახლა ტრეკებში ძიმა მომასმენინა რაღაც თავისი ახალი ტრეკები დადიანმა და მეგრული ისეთი ტრეკია აი ვაფშე არ იმას ვაქოსა აქვს მეგრული სიმღერები თორცდები ეგრე მახსოვს რა ხო რა შეიძლება ვაქვს ძალიან მაგარია მაგარი ახლა ბოლო სინგლი მე არ ვიცოდი მე ახლა იმ დღეს რო ჩამიგდე ტრეკი აი პირველად მოусმინე იმენა მარტო ეგეთი როკ-ენ-როლ არავინ არ არის მარტო საქართველოს ერთი ტიპია ხო როკ-ენ-როლი საყვარელი თან ხო ვაფშე იგრო გადალახული აქ როკ-ენ-როლი აღარ ისმინებას არ ისმინება არა ხო და და რამდენს წერს თან ანუ უამრავი ჩანაწერი ვილ ნელსონი არის ქართველი აბა ცვეჩი ხო ვიცი რამდენი ალბომია გასაყვარელი და რატო არ ვიცოდი აქამდე იმიტომ რომ არ იყო ესე როცა მაგრამ შენ არ იყავი თორე ეს როგორ არ იყო ანუ იმ პერიოდში გამოჩნდა მე რომ ხო რაღაცა მაგ პერიოდში რამდენი კორონას პერიოდში დაიწყო და დაიწყო ხო ჩვენს კორონას პერიოდში დავიწყეთ ისე კორონას პერიოდში ძალიან ბევრი ბენდი ჩამოყალიბდა და არტისტი საერთოდ რა და ძალიან ბევრი შეიცვალა ხო კორონას პერიოდმა და რატო კონცენტრაცია უკეთესი ქონდა? ისე სახში ხარ არაფერს არ აკეთებ. ანუ და არ გაგირბოდა ყურადღება და ხო, ასად არ გაგირბოდა. ვაფშე საქმე არის, წარმოიდგინე რა. ციხე კაიად ხო რა ვიცი. გაგეკეთებინა რა მეში. მე ჩემი თავისთვის გავაკეთე ხა ტრეკებს ხო არ თავწერდი მაგას. გენაცვალე ის აბჯარი რომ მაგას ხმოვი. და უცხოური არ იყო არაფერი შენთვის გავლენა, რო იწყებდი? ნუ თავისთავად ხო უცხოური პოსტ-პანკ ჯგუფებიც რა აი ყველა რო აიკონიკეს ჯგუფები რაც აქ ვარდან დაწყებული ასე შემდეგ გაგზავნილი ეგენის ყოველთვის რაღაცა ის იყო ეგრევე პოსტ-პანკში ახტი ანუ არ იყო შემოშობაში რაღაცა პატარა ვიდეოში ასამ ძიმა მუსიკით დავიწყე უფრო რაღაც ჩემ დროს ძალიან აქტუალური იყო System of a Down და ეგეთი ჯგუფები რა და მაგათგან დავიწყე დღესაც ნახევრად მაინც ძიმა მუსიკას უსმენ და ჩვენ გვაქვს მეორე პროექტი სტრესი სადაც უკრავს გრაინდს და ასე მეც მეტალისტი ვიყავ პირველადი იმითი ხო პირველი დიაგნოზი მე ვიყავ ჯერ პანკი მე მეტალისტი რანაირად მე რო გაგიცანი ბიჭო პანკები ვიყავით ხო და მე მეტალს უსმენდი ხა რომელი ვიდეო მეტალს შენში ჩემო ნაინიშნელს ეძახი არა რა ნაინიშნელს ნუ მე ახლა გასაგებია რომ თლათ მეტალერი მაგრამ ნუ სეპულტურა რაღაცას უსმენდი ახლა მე პირიქით მე გავხდი ავათ აქით თქო თორე მანამდე მეტალისტი ვიყავი ესე ოკეი და რომელი წინან გამეტალისტი ბიჭო აი ესე არ პოზიციონირებდი როგორც მეტალისტი მაგრამ
90-იანების ბოლოდან დავიწყე აი სეპულტურას მოსვლა, მაგრამ მე შემოვიდა ძალიან ცუდი დრო ნიუ მეტალის და სამწუხაროდ მეც ავყევი. ვიდეო ნახე 99 წლის მას ლადომ ფესტივალი გააკეთა. შენ და კოტე უკრავთ იქ მეგონი რაღაცა ნიუ მეტალ რაღაცა ეგეთ პონჩი ვარ კი ძალიან გვინდოდა რომ. აი კოტე უფრო სადღაც ინდუსტრიალ საკითხი. და მეც გენაცვალე კოტე იმოხოდიც იყო რაღაცა SPI ცოტა იმოხოდი არა? ხო. უფრო მაშინ ესე არ იყო სუბკულტურები რა. ანუ არ ვიცოდით სახელები. მე დაჟე ძალიან ცოტა ხნის წინ გავიგე რომ Q არის გოთური გოთიკა თუ რაღაც. ვაფშე არ ვიცი გოთიკა მეგონა აი რაღაც ჰიმ და რაღაცეები. გოთიკ მე ვიყავი ლასცაფერი. შენ ბეკამოვაშვილს ხო იცნობ ბეკამო აი ლასცაფერი იყო ძველი პირველი ერთ-ერთი ბენდი. ბენდი ვიცი კი. ეს იყო კლავიშნი. მე ნიკა დავიცაშვილ ყოროსო ბეკამო. ჩანაწერი არსებობს მაგის. კი. უკრავში ჩემპიონი. რავი ესე უკრავდი თუ დავდიოდი 7 წლებში და მე ხო იცით თემა რო იცის მე ხანდახან მომიწია. ფორტეპიანოზე უკრავ. კი, ოღონდ ძალიან ისე რა, რატო გეკითხებს, მეც 7 წლები მაქვს დამსახურებული და ყველაზე ცუდად უკრავ ფორტეპიანოზე, იმის დამიხედავად, რომ ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელზეც დავდიოდი და ვისწავლე. ხო, არ ვიცი მაგ როგორ დამოხსნა. მეზიზღება, ცუდა რო ვიწყებ დაკვრას, მახსენდება თითში რომ მივწყავ. ეგ ხო და მაგან როგორ დაგვაკომპლექსეს შეჭი. იმის მაგალითად რომ პირიქით ხო იცი კარგად მოეწოდებინათ, მეც შემაძულეს თან დედაჩემია. მასწავლებელი და სულ რო გიზის. იქ ხო მეზიზღებოდა სკოლა და ეს თან რო გიზი ზემოდან კიდე და აი ორმაგი რო არის, აი სიმღერაში უფრო გამომადგა მე პირადად მე მგონი მუსიკალური სკოლა ვიდრე ნოტების სწავლაში და რა. შენ გააქვს ისე კლავიშთან შეხება? იშვიათად რაღაცა ჩაწერის პროცესში თუ გამოვიყენებთ რა მიდი კლავიშით რამე სულ დაუკრავთ არა. ისე არა, ეხო ყავს მეგობარი, ვინც ხმარება კლავიშებზე და კარგად უკრავს. სად წერთ ისე? სახში. აქამდე ქუთაისში წერდით ნოდიკოსთან სახში, მან დავიწყეთ ხა დაფიკოსთან თბილისში და ნენელა ეხა გვინდა სტუდიაში რომ ცოცხლად დავიწყოთ ჩაწერა რა. ძალიან მაინტერესებს ეგ ფენომენი, აი მინდა რომ გავუცადო. ეგ არის ძალიან საინტერესო. მე არაერთხელ მქონია მაგის გამოცდილება სხვა ბაზარი. და მაგ ლაივს რატო არ აკეთებთ ისე? აი უფრო ვიფიქრეთ რომ თავიდან რომ რაღაც ლაივებიც გავიკეთებია და რაღაცეები. იდეაში ეგეც შეიძლება როცა თქვათ გადავწყვიტავთ თან რამე, მაგრამ უმეტესად მაინც გვინდა რომ სამუშაო ადგილი იყოს რა და თუ რაღაცას გავაკეთებთ ლაივს იყოს სესია რომელსაც გადავიღებთ და ბენდები რომელსაც გადავიღებთ რა. ბიჭო რაღაც პანჩი მაყუთის გაკეთება შეიძლება სტოქტონი როგორც ანუ სტოქტონს ხო იდეალურად დალაგებული აქვს ეს რომ რა მაგარი სახლია ყველაფერი ერთად არის რა სატუსაოც ანუ ლაივ სივრცეც ისიც ბიზნესიც კი ნო ჭდა რა მაინტერესებს ქუთაისიდან მუსიკის პონჩი გადმოხვედით თუ просто გადმოხვედით და თან უკრავთ თუ ანუ ის ისტორიაა რომ აი მანჩესტერიდან ლონდონში გადავიდა ბენდი და რამე ეკლონტი და რა ნაწილობრივ კი რა ნაწილობრივ კი იმიტომ რომ სტუდიაც რო ეხა რაღაცა აქეთ არის და თან მუსიკოსები რომელთა ერთადაც მუშაობთ აქეთ არის და რაც გადაღება თუ გვინდა რამისა ყველაფერი თუ რამე გვინდა რომ გავაკეთოთ ყველა ვინც არის მაგ რაღაც სხვა მიმართულებით ვინც მუშაობს აქ ცხოვრობენ და ჩვენც აქ გვიწევს იასნაყოფთან და შეიძლება ითქვას კი რომ მუსიკის გამო განმოვედით მე 2018 წელს ჩავაბარი აქეთ უნივერსიტეტში თეატრალურში და იმის მერე ნუ ასე გამოდის რომ აქ ცხოვრობ რა ისედაც ნახევრად გამოუშვი თეატრალურის შენ პროფესია აი მინდოდა და ვთქვათ სახიობო მინდოდა ბავშვობაში, მაგრამ ისე რანაირად არ ხარ შეჭამ სახიობაში? ვიყავი, ანუ თამაში ვიყავ, რა სახიობ მე ვიყავ. თამაშობდი ადრე ქუთაისში, ახალგაზრდულ თეატრში თამაშობდი, მესხიშვილშიც. მე თბილისში აქეთ რამდენიმე სპექტაკლი ვითამაშე მოძრაობის თეატრი რაღაცეები და ყველა სახიობი ვინც იყო ქუთაისში, ასაკოვანი სახიობი, ყველა მეუნებოდა რომ სახიობა თუ გინდა თეატრალურში არ ჩააბარო. შენ ხო მართალი იყო შენი ქარიზმა შენი რაც არის ანუ ხო და ეგ გამოსაშორება ხო მაგრამ რაღაცა ტექნიკური პონტი ხო არსებობს ამ რასაც გასწავლიან თეატრალში თუ არ გჭირდება მაგრამ შეგილია ისედაც გააჩნია სცენას სხვა ტექნიკა აქვს ანუ სცენას რა თეატრს თქვა და კინოში ვაფშე არ ანუ ნუ კაია რომ გავლილი გაქვს მაგრამ ვიღაცეები უამრავი ყავს ვინც არ არის მსახიობი და კაი მსახიობად აღიქმება ეს კი გუგა კოტეტიშვილი მაგალითად თუ არ არის თუნდაც თქვა ხო რა
და რავი, ბევრნი არიან ძალიან, რომ შენ გონია, რომ მსახიობად არ არის პროფესიით მსახიობი რა, ეს просто აქვს რა, ეს ხარიზმაც აქვს და თავსაც სწორად გრძნობს რა, იქ როგორცად მოზომოს თუ არ მოზომოს თუ რაც უნდა ქნამალ დროს. ხო, შენ გაქვს მოშნა ჩეჩო. მე მართლა მიფიქრია, რომ მე თქვი და აჰა, თუ მე გავლილი გაქვს ეგ. მზადა ვარ ყველაფერს. გამოცდილება გაქვს. არა, მაინც კინოს მივყევი და საბოლოო ჯამში კინოცოდნა გავხდი. ხო, ნუ ეგიც კაია შეჩი. მაგრამ კაი ის იყო. კინოს ცოდნა მშვენიერი. გამოცდილება ეს კაი იყო. ვაფშე რო იცოდე მსახიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეგ ცოდნები რა. ან ფილმების ნახვა, კითხვიან იმიან ყველაფრიანად შენი ფანტაზიაც და გინდა არ გინდა რაც გავლილიდან ანახი გაქვს მაგას იყენებ მე. მუსიკასთვის როგორცაა ისე მუსიკას რომ ყველა და ვისაც მეტი აქვს ნანახი და რაღაცა მოსმენილი თუ რაც არის უკეთესად გზნობს თავს და შენ უფრო ეგეთი ტიპები გევასება მსახიობებიდან ვიდრე აი პროსტა რომ დაალაგებული კარგი ტემბრი აქვს და ისა აქვს და გამოც ისე მინდა ვთქვა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სპონსორია ვარდისფერი მაისური. ვაუ, ესენი. მე ვარ აბერტ შაფერებში. აუ სპონსორებზე არ დავიწყოთ ნადიო. კარში მე სპონსორი. არ უყავს შენ ხა ეს არ უშენ. მე მინდა ხე მე მოვყვები ვინ მინდა რომ სპონსორი გქონდეს. ვაიპორია მინდა რომ სპონსორი გქონდეს. ეს გავიწყდება მე. ეგ ერთი, კიდევ ვინ გვინდოდა? შეჩიმა ხელში სათხარ. ხა თქვენ ორივე ვაიპებს ეხლა. ხო. თან ისინი ჩვენ დიდი ხნის ვაიპერები ვართ. კიდევ ვინ გვინდოდა? ამდენი 10 წელია ხო? თქვენ ერთ-ერთი პირველი ვაიპერები ხართ ხო? იცი რა მე ჩემამდელებსაც აი ამ ხელა ვაიპებით. კიდე მე მინდა ისა ოქტოპუსი. ოქტოპუსიც კი. აუ ოქტოპუსი მეც მინდა. ხო, ფიტნეს ცენტრი რა, ძიმე რო ავწიოთ. ისე ხო ცოტა ეგ პროპაგანდა გასაშვები არის ჩვენგან სპორტული. და წარმოიდგინე სტუმარი რომ მოვა ფასს ვაჩუქებს და ისე ჯანსაღი გახდება და თან ვეიპს მოწევს. ორი ალტერნატივა რო ან რავი, აქიც მაგრამ ანუ არ ვიცი. არ წავალ ამის. და მუსიკის სახლი ალბათ რა ვიცი რა. მუსიკის სახლიც აუცილებლად. სიმებს ვაჩუქებთ სტუმრებს. კი არა, ვინმე ისეთი უფრო ყველაფერი ნათელი. სხვილფეხაც არ იქნებოდა სულ. ჩემ ბავშვობაში ბასის სიმები არ იშოვებოდა, განსაკუთრებით ძვირი იყო და განსაკუთრებით არ იშოვებოდა და აუ ხო ერთი კოუზი სოდა და ხარშვა რა და მე ხამი ვარ და მეთქი ერთი კოუზი თუ კაია და თელ პაჭყას ვაყრე და ნადები ქონდა ხო რა ქუთაისზე გვიწევდა იმიტომ რომ ერთადერთი მაღაზია იყო რა ქუთაისში მუსიკალური რომელსაც და ეხაც აიდიაში გაბოქვია ამ ტიპს რომელიც მთელი იმერეთისთვის აკეთებს გიტარებს რა და GD-ს თარ ეგრე ქვია მაგის აკუსტიკურებს ელექტროებსაც და კომბებსაც შეკეთება რაღაცაები და ეგ იყო წარმოვიდგინე ერთი და ნოდიკოს გაუფუჭდა კომბი თავისი და წაიღო ამ კაცთან და ამ კაცმა წაიღო და პახმელიაზე იყო თუ რაღაცა ეს კაცი და სახელოსნო ქონა თავის სადაც გიტარებს აკეთებდა და შეაერთა ეს კომბი და ნაპერწკლები თელი სახელოსნო დაიწყო ანუ და ბავშვ ქუთაისში ერთი მაღაზია იყო მარტო და ამოიბუგა იმერ ნოდოს გიტარა ნოდოს იმან გიტარის კომბო კომბმა ნოდომ დაურეკა რომ აბა გაბო რა შვება ჩემი მივედი და გაბო დამწვარი გაბო რო გადარჩა ვაფშე კაი სანთელი და ხვდა კომბის მაგივრა ჩვენ რო იწყებდით იყო ყველას ერთდაინი ეფექტი ქონდა Black Iron-ი ერქვა რა სადღაც GP-ში აწყობდნენ თუ ვიღაცა აწყობდა არ მახსოვს რა და ეს Black Iron-ი იყო პიჭორკა შნურები რო იყო ახსოვს მაგეებზე მუშაობდა რა და ვერ მონას იმაში იყო შეერთებული და მაგარი საუნდი ქონდა რა და მე მქონდა რაღაცა მოგიბსონო რაღაც გიტარა და ბოსის დისტორშენი და მოვედი რომ მეთქი ახლა შევერთ და ისეთი ცუდი ხმა ქონდა იმიტომ რომ ესენი ხო ცუდი ყველაფერი ცუდი ერთად კარგად მუშაობდა რა და მაგარი საუნდი დგებოდა რა და როგორც არეპეციო პლეხანოზე ქონდა სარეპეციო ეს შუქი არისო რა და ერთი ხუთი ბენდი ეს მისაღებში ვიჯექი და შუქი რომ მოვიდო და ვინც მიასწრებდა პირველი ის რეპეტიციობდა რა ოღონ ძირითადად ნუ აი რომ ჩაირთვებოდა შუქი 5 წუთი და ფილარმონიაში არა ვარდების ბაღის მოპირდაპირე მხარეს იყო ბალოტას ეძახდნენ აუ და არ მახსოვს იუარი იუარი ქვევით იყო ზევით ვიყავი და ეს იუარის სარეპეტიციო იყო აი ნახე იუარი იყო ჯერ ლესელიძეზე და მე გადაინასვლა პლეხანოვზე რა და ეხა არის დარბაზები ქუთაისში, სადაც შეიძლება ბენდი მივიდეს და დაუბრას. ქუთაისში არის ერთი ადგილი არის ეხა, რომელსაც არის რაღაც ბარები, რაღაც ფოთები, სადაც ლაგები არის, მაგრამ უმეტესად ყველაზე
მაინც სახელგანთქმული skip ეგეთი ადგილი არის ქუთაისში, რომელსაც ადრე გალეონი ერქვა და არის ეი, მან ამყოფი ვარ, ხო და მაწითელი ხიდის ქვევით. არის მან იმართება თუ ვინმე ტელესკოპი უკრავდა მე რო ვიყავ. და კოტეც უკრავდა. იცი რა მაინტერესებს? მარტო ჩემი აზრი არ არის, ეგ 100%-დან 100% მუსიკოსი მაგას ამბობს, რომ ქუთაისში არის განსაკუთრებულად კარგი მსმენელი. შენ ანუ მეთანხმები მაგაში? მე პირველ რიგში ეგ მაინტერესებს. მე მგონია რომ კი, ნაწილობრივ გეთანხმები, იმიტომ რომ აი რო ვიცი რომ აურა ხო ხვდება რომ შედიხარ რაღაცა დარბაზში ან სადაც აურა ხო ხვდება და იქ რაღაცა ისეთ აურას გახვედრებენ ხოლმე რომ მე მუცელი მტკივა ნერვიულობისგან მაგალითად ქუთაისში თითქმის ყველა არის რა მართლა შენთვის კიდე სხვა კონტექსტი არის რა სახში ბრუნდები სპონტია ხო მაგრამ რა არის მის ანუ აი მე ხა რო უკრავო ხა გარეთ მქონდა კონცერტი და დარწმუნებული ვარ ისეთი ხალხია რომ იყო მოსული რომ აი აზზე არ არის ვინ ვარ და აი იცი როგორი მსმენელი იყო რომ აი გადამკვდარი ფანები გეგონება რა მოწყურებული აქვს რა ყველა საკმაოდ არის მოწყურებული ანუ თბილისში ავარდილი აქვს თავში შეიძლება ყველა იხება აი ხო ძალიან ცოტა ყველა იხარჯება რა ლაივი როცა ყველა ცდილობს რომ ეგ საღამო დაუვიწყარი დარჩეს მისთვის რა და აი ბოლომდე იხარჯებიან თვითონაც ის ჩენი სივრცე რა იყო რიფერზე ბევრი მსმენია არ ყოფილიყარ არ მოსრები მე მგონი 2016-ში დაიკეტა უკვე. სად იყო ტერიტორიულად? ოპერის პირდაპირ იყო არკა და იქ ეზოში უნდა შესულიყავი და. ხა იცი რა არის ჰაიკინგის რაღაც. ვიცი ხო. მე ვაჟიკო, მარი, გიორგი მარი და სანდრო სულაქველიძე ვიყავით. მე პატრონები და მე ბესელაც ხო იყო რას. ბესელა მენეჯერი იყო ხო. ანუ ხვდები ხო რა ხდებოდა დაახლოებით და ყველანი სვავდით და აი ჩვენ თუ იქ ვიყავით რომ ყველას პატიჟებდით ვაფშე რა ანუ იასნია სულ ანუ რა ის შემოსავალზე ზედმეტი იყო ლაპარაკი რა რამდენი ხანი არსებობს 3 წელი 4 წელი იარსებოდა სულ აიუები და მანდ იყო ძალიან მაგარი როკ-ენ-როლ კარაოკე Queen-ის დათო ლომიძეს მიყავდა კლასიკა და აუ რიმინა ეგ კვირაში ერთხელ იყო თუ ორჯერ და მაგაზე როგორი რიგები იყო იცი დაჟე აი ვერ ვაწყობდი რომ რიგში ჩამსვით და რამე მეც ვერ ვეყეხებოდი შენი ვნახე მე მზიურზე რომ გაკაფული ხარ სცენაზე ეგ 2001 წელია ეგ მზიურისაც რო ვერ მოვასწარი მაგრამ წდება გული აუ ეხა მზიური რომ ყველა ბაზრობს რომ მზიური რეალურად რომ მახსენებ რა იყო იცი ეს პროსტა სცენა იყო ისიც რაღაცა კუსტარული და აი ეხა ჩვენ რასაც ხმარობთ მონიტორებად აი დაახლოებით მაგდენი და ესეთ ემინე მონიტორი აპარატურა ესეთ გვერდში ესე ალბათ 2 მონიტორი მარჯვნივ 2 მარცხნივ და ეგ იყო ნუ მაშინ შესაბამისი იმ დროს ანუ რამე კი არ ხო და აუ და მთელი ახალგაზრდობა მახსოვს ბესელამ გიტარის ჩეკი წაიღო სახში და ლაივი ჩაიშალა არა ეგ იყო მარგარიტაზე ხო ეგ ვაფშე შეჩენა ეგ რა დროა იმინა ანუ ჯეკი იყო რა ოქროს ფასი კაროში. ფასიც არ იყო, ანუ ფული რომს გადაგეხდა არის შოვებოდა. გიტარებს აიჩვევა. მე ეგ პრობლემა არ მქონია, მამა ჩემი რადგან მუსიკოსი იყო და ნუ შთამომავლობით ბევრი შემხვდა, მაგრამ ნუ იცი როგორი პონტი იყო რეალურად გიტარისტი ის იყო, ისაც გიტარა ქონდა. ანუ მაგით ისაზღვრებოდა რა. მე მახსოვს შენ ის რო იყიდე ცისფერი. რა იყო? იაგუარი. აუ, ეგ ხო. თან რაღაც ბაკლის არა რაღაცა იყო ანუ რაღაც ეჭირა ეგეთი მე ხო ნუ იაგუარი ვაშახ პირველი საქართველოში არავის არ ქონდა და ვარვადაო იაგუარი მაშინ 2000 წელს ვიყიდე იაგუარი მწვანეცის აი რაღაც ფირუზის ფერი რა სიფონგრი გავაძრო არე რა აუცილებელია ო ნახე პირველ კონცერტზე დამივარდა გამხდა ეგრევე ეს მიჭირავს იმაში სიროკის ვიდეოში აჰა ეგ რო მართლა შეუცვლია ხო უფრო მოლურჯო იყო ვაში წლები უხდება გიტარას რა არ მე მიყვებოდა ჩემი კლასიკოსი მუსიკოსი რო კარში არსებობს ესეთი ფირმაო რა რომ აი თქვა ჩელოს რა ყიდულობ ახალს აგზავნი იმ ფირმაში და არ ყევენ
ანუ იმაში რაღაცა კონდიციებს უქმნიან, რომ და ერთი 5 რამდენსაც გადაერთ, თუ რა 5 წლით დამიძველეთ და 5 წლით გიძველებენ და გიბრუნებენ. სტეპინგს უკეთებენ ვიწერას. ისა რა ქვია, ვიღაცის ხათრით იყიდე მე ეს მახსოვს. ბიჭო, კობეინს ქონდა ესეთ, ნუ ოღონდ სხვა ფერის რა, ხა იასნია ხა ისი ხათრი. აუ, ისე კობეინის სკოლა რო ხარ შენ. კობეინის და ბიტლზის. კობეინი და ბიტლზ. და მე ცოტა Radiohead-ი მე ჩართავ. შენ ვისი სკოლა ხარ? ბიჭო, მე გეუნები უფრო მეტალის სკოლა ვიყავი თქო. ესე რა. ანუ ის არ მქონდა რომ მანამდე ვინმეს უსმენდი ეგეთ ძველ მუსიკოსებს პირდაპირ უცბად დაიწყო მეტალი შემოვიდა. აი ეხა რო აი ობიტუარი. ვაუ. ბიტუარი. რაღაცას. და ვაფშე. ნუ ეხა სეპულტურები ყველაფერი იყო, მაგრამ და მე დაჟე ბუზუმისტი გავხდი და ლეკერი გახდი მე კი, მაგრამ ნუ გოთიკაში მაინც რეალურად. ცოტა მეყლებოდა, მაგრამ გოთიკაში იყო და პირველ შენ ლაივზე მქონდა იმაზე Yellow Duck-ის ბეტმენი ქონდა. ბეტმენი მეხატა. გეხატა. თან გაიპარსე, მაშინ არ ქონდა ბანკები. და ბეტმენის ლოგო გაიპარსე, მოიპარსა. ანუ სულ გაიპარსეს დაიტოვა. Yellow Duck-ის ვიდეოს იდეა ვისი აზრი იყო? Yellow Ducks ვიღებდით, აი, შენ გონია რომ ესე ვიდეო გადავიღეთ და მე ანუ ერთი 6 თვე ერთი 6 თვე ვიღებდით მაგას, მეტი შეიძლება როგორ იცი? თქვათ დავიწყებდით რაღაც სცენას მასხარასთან ერთად, გიორგი მასხარ. სივცეები რო იცვლება იქ. ხო, თან სივცეები სულ იცვლება. სტუდიაში შემოდის ის რო შეხედო სულ იცვლება რა, სივცეები, იმიტომ კი არა რომ მაგრებებთ, просто აქ დავიწყეთ, მე ამათ ვეჭხუბეთ იქ რაღაცას და მე ირაკლი ჭყიყვაძემ გააგზელა, მე იმან მე ჩვენით გადავიღეთ და კარში აი მასალა დაგვიგრო და ერთი წელი რაღაცა და ვიო მონტაჟით რა. ის ჩხუბის ვიდეოა საანები. არჩე, მაშინ საქართველოს სხვა დროშა გქონდა, სხვანაირი დროშა და წავედი, ეს მეუბნება რომ ეხა წადიო რაღაცა ტანის, ისა რა ქვია, საღებავ ვიყიდეო. მეთქი ტანის საღებავ, რა წავედი ელიავაზე და კედლის საღებავ ვიყიდე. კედლის გუაში მოიტანეს, ანუ ისინი. კი, თან ექსტერიერის. ვიყიდე და კარგი, კი და წაუსვით, კაც შევღებეთ თლიანად, წითელი, აქ თეთრი, შავი. შევღებეთ და ნუ მორჩა გადაღება რა. მაგრამ აი კიდე მორჩა გადაღება და ბიჭი შევიდა საბანაოდ და არ შორდება რა. აუ ცვეჭ თან სადღაც მივდივარ და მოიცი შევირბენ მეთქი გადავლო და არ ეს თეთრი და შავი მომშორდა ეს აკვარელი იყო და ეს თლიანი ესეო შეჭიმა სულ ყველგან მისვია. და რუსიკში იყო რა ესე რუსიკი წითელი. და კაროჩი იმინა ჯოჯოხეთი შეჭი. ანუ იქ მივხვდი დიდი ხანი ვისქენი ვიღაცა. მე წავედით მექისესთან. და წამიყვანეს მექისესთან შეჭიმა ერთი 200 ლარის ქისა დამჭირდა. შევედით ერთი 5 კაცი და ამას ბანდა მექისა და ჩვენ ვიჯექით და დავცინოდით. აუ რატომ აბულინგები. ხო და ისა რა ქვია და ბოლოს კარჩე აი მართლა ერთ 5 საათი ტიპ მამაკისავა და ერთი კვირა მქონდა აი იმის პანცირი გაკეთებული და აი სისხლიანი რო ხარ ხო იცი რომ გახმება და კურსავით ვიყავი შეჭიმა ქერქი მქონდა მაგით რომ მომკვდარიყავი აი რატო არ მომკვდარი რაღაცა რეალობაში ალბათ მომკვდარიყავი რაღაცა ხო რომელიღაცა პირველი ჩაი არის შენი ბოლო ნამუშევა აი ის მანამდე ხდება თუ მე ხდება რომ მიმკითხავ ვიღაცამ ბიჭო ვიღაცა იდიოტმა ჟურნალისტმა წაიღო აი მაგ ის პერიოდში ამ გადაცემის პერიოდში ფოტოები მიქონათ ვიღაცების ესე რა იმ პერიოდში ვინც ცხენზე იჯდა და უცბად ეს შემთხვევით ტუალეტში ხდება რაღაც ვარსკვლავით რაღაც გაზეთი და უცბად ჩემი ფოტოები და ჩავყევი მეთქი რა ხდება და კარჩე ეხაო რაღაცა ცოტა ხანშიო რაღაცა ახლო ოჯახის წევრიო უკვდებაო და მამა ჩემი მოკვდა მე ცოლი მოყავსო და ცოლი მომყავს და ბოლოს რაღაცებს აგზელებს და ბოლოსო თვითგულობით ამთავრებსო შეჭი თან უკვე რაღაცები მაი ხდება რა და ცვეჩი ერთი 15 წელი ვიძახდი რომ მეთქი აი შემა ეხა მაგაზე ნუ აი გამუშავებს მაგრა ქვეცნობე და აი იმ დღეს რო ვილაპარაკეთ აქ მაგაზე სადღაცას მაგან ისევა ანთო ოღონდ ნუ ეხა მე მართვა გვაქვს თავის და ვერევით მაგრამ ბიჭო მუშაობს ეგეთი რაღაცები თან ეგეთ აუ ძალიან მაგარი ისტორია გითხრა ისტორია კი არა ფაქტი რა ბაბუა ჩემი იყო უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რა საბჭოთა კავშირის დროს და აღმოჩნდა რომ ლიკას ბაბუა იყო ყრუმუნჭდა ასოციაციის თავმჯდომარე
ვაუ, რა შეხვედრა იმენას. არ ვიცი. ვაუ, არის საერთოდ ერთმანეთი გოჭველი ეცოინებოდა. ხო და რას ამბობდი კლუბის ფენომენზე? აი კორონა რომ მორჩა, აი ფიქრობდით რომ აიბა ეხლა სად შეიძლება დაუგრათ და თბილისში იყო რაღაც სივრცეები, ერთ მაუდის ფაბრიკაშიც იყო. ძალიან მაგარი ადგილი, სადაც ლაივები და რაღაცები და კლუბიდან რო დაგვიძახეს დასაკრავად მეთქი რა ვაფშე აზზე ვერ მოვედი მეთქი კლუბში რანაირად უნდა დაუგრათ თუ რაღაცა სათქები გურგიაში არა სხვა ბასიანი ბასიაზე და ჰორუმ ნაითი იყო და მაგის მერე დაიწყო რაღაცა ცოცხალი მუსიკის შესვლა აქტიურად ღამის კლუბებში რა დღეს ახლა გაყვე იქ აბაშიძეზეც კლუბები რაცა და ასე შემდეგ თითქმის ყოველ ვიკენდზე თუ არა ყოველ მეორე ვიკენდზე ბენდი უკრავს რა. რაც საერთოდ ის ხდება ეხლა ამუღამებ ამ ელექტრონული მუსიკის და კლუბებში ცოცხალი მუსიკის გადაზავება ერთმანეთში რა. საერთოდ პანდემიის მერე გეთანხმები რომ ეგ მოხდა რა, იმიტომ რომ ხალხი მოწყურებული იყო ცოცხალ მუსიკას რა. ხაი ნუ აი ორი წელი პანდემიაში ლოკდაუნში რო ზიხარ ხა ტექნოს რამდენს უნდა მოусმინო ხო მაგრამ ეხლა და ალბათ უსმენდნენ სიმღერებს რა და მე რო გამოვიდნენ ამ სიმღერების ლაივში მოსმენა მოუნდა ბიჭო და სულ იცი რა მაინტერესებს ხოლმე ყველა მუსიკოსზე მაინტერესებს აი სად მოხდა აფეთქება აი სად მიხვდი რომ მისმენენ რაღაცა სწორს ვაკეთებ რა ეგ იყო აი რო დავიწყეთ პანდემიის დროს წერა და რაღაცები რო დავაგდეთ რაღაც ტრეკები აი ძალიან ისე შვებოდით ხოლმე რა რომ სოციალურ ქსელშიც გვაინტერესებდა რა რეაქცია მოყვებოდა და რო დავდეთ აი რაღაცა მეგობრები იზიარებდნენ და რაღაცები და ნენელა შევატყვეთ რომ რაღაცა დაინტერესება ვიღაც სხვა მუსიკოსებისგანაც მოყვებოდა და მაშინ რო დავიწყეთ უფრო მუსიკოსების აზრი გვაინტერესებდა ვიდრე თქვათ მსვენელი გამოჩნდებოდა თუ არა რა ვაფშე არც გვეგონა მსვენელი იქნებოდა თუ არა დიდი და ვინ იყო ნათლია ეგ ვინ გამოჩნდა არ ხაი ვინც ეკოვინდა რა ეკოვინდა იყვნენ პირველი ვინც გვითხრეს თავისი აზრი შევხვდნენ და რაღაცები რა და ძალიან ბევრ ამაში დაგვეხმარდნენ და მე მაუდიში აი რომ ამბობდი მაუდის ფაბრიკა თქო დიდუბეში მაუდიში პირველი ლაივი გქონდა ჩამოვედით და რომ მივედით წარმოდიან ან ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ცხოვრებაში მაგდენ ადამიანი შეიძლება ჩემ კონცერტზე უკვე ეგრევე პირველივე კონცერტზე სავსე იყო ძალიან და ეგ რამდენი ხნით ადრე მოხდა ანუ ეს მუსიკის დადება და მე ლაივი ეგ მოხდა მუსიკა დავდეთ ალბათ 1-3-4-5 თვის ბაზარია მაქსიმუმ ანუ არაფერი არ უწვალიათ არა მე სულ ამბობ რომ ჩვენ მაგრა გაგვიმართლა რა ბიჭო ხო რაღაცა უცნაურად რა ქვია მაგას ისეთი ტრეკებია რა, ჰიტებია. როგორ იყო, იცი, აი ვიღაცამ ხო რო გადააზიარა და თან ყველა სახში რო იყო ჩამჯდარი და ხო, მაგრამ ყველა სახს მოკიდება რა, ანუ კი, ანუ კეჩი რაღაც ისინი ან რაღაც ვოკალის მომენტი, ან გიტარის რაღაც პარტია შეიძლება რაღაცა და და კაც აი ესე გავრცელეს ერთმანეთში რომ პირველივე კონცერტი დევარი უკვე დადებული ქონდა? დევარი ქონდა ლაივამდე ერთი კვირითად ადრე დადებული თუ რაღაცა რა. იმიტომ რომ ნუ მე როგორც მახსოვს ეგ განსაკუთრებით აფეთქდა. ხო და დევარი მე აფეთქდა და აფეთქდა ხო დევარი მე ფაზება ვტყობდით რომ ეხა არის მეოთხე პირველი რა დაიდო? აფეთქების თუ რაღაც პირველ სიმღერას კუროტა ერქვა რა. კუროტა. და ეგ დავდეთ და დევარი ხო მე TikTok-მაც აფეთქა. TikTok-ზე გავარდა ძალიან და TikTok-ზე რაღაც პერიოდი ესე გავარდა, მე ჩაწყნარდა და მე გავარდა და ისე გავარდა რომ ანუ რაღაც ტრენდებს რო ეძახიან თუ რაღაცეები, აი რაღაც ტრენდი გახდა თუ რაღაცა არის. ისი მაგრამ მუშაობს, ხა ყველაფერს გიღვინებს, იმაშობა კლასიკად აქცევს უცბად მოკლე პერიოდში. ძალიან ეხანდელი მედია რა. ძალიან სიგიჟია. და ადრე რო აი წლებიდან ნელ-ნელა და მოკვდებოდი, გაიღვიძებდი რა. ხო და შესაბამისად როც მალე გადისა. TikTok ისე ძალიან ისა მაგის მხრივადაც მუსიკა რო შეიძლება რაღაცა მაგის მხრივადაც სიგიჟი არის როგორ წამებში შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია და თან ძალიან საინტერესო რაღაცების პოვნა შეიძლება ჯერ ვერ გადავწყვიტე მიყვარს თუ მეზიზღება რა
TikTok-ი. ნუ რაღაც პონჩი რა ვიცი, მე რო არ ვარ ესე ჩართული TikTok-ზე, მგონია რომ ადამ გიჟივით მუშაობს. ანუ ყველა გადაწყობილი არის ჩვენს გარდა ალბათ. TikTok-ი შეიძლება იყოს ტრეშიც და შეიძლება იყოს მაღალი კულტურაც რა. ახლა მე დამუღამებული მაქვს რა. ხვდები მე სად ვარ იმის მიხედვით რას ვთავაზობ TikTok-ი რა. Yes. არა, ეგ ერთი, მაგრამ ხანდახან რაღაცა ხო სულ მაღალ ფარდოვან რაღაცებზე მებაზრება, ხანდახან რაღაცა ნაშვები ტრაქს აკნევენ. და ვიხდე პაპა, ესე იგი დასასტოპებელი მაგრამ ხო, просто ყოფნის ინფორმაციის მაგ პატარა ფორმატში მიღება გაკმაყოფილებს, მე არ მაგმაყოფილებს მაგას. გააჩნია ალბათ. და სხვა ეგრე long form-საც 3 საათიან ინტერვიუებს უსმენ. ციგნებს უსმენ. ეგ მაგას თავისი ადგილი აქვს რა. არა, ტუალეტში რო ხარ TikTok-ი უნდა გასკროლო და არა ესა ციგნი წაიკითხო. ხო. ნუ შეიძლება ციგნი წაიკითხო რატო არა, მაგრამ ნუ მე ვარ ეგრე. ბიჭო, კიდეს თავიდანვე მინდოდა გითხო და მოვჭდა. გავლენების პონჩი ბავშვობაში, ანუ დიდი ჩვენი მეგობრებისგან ვის ქონდა ისეთი მოშნი მოკიდება შენზე? გავლენის პონჩი, ნუ აი რობი, ქიშო, ვიღაცები ლადო. რა მადერონ მანდის იყო. აუ, ჩემი ძმა ხარ. ჩემი მთავარი ბენდი არის მადერონ მანდის. ჩემთანაც, просто შორს ხარ. საოცრება. ავი, ეგეთი. პირველი ადამიანი ხარ, ვინც ეგ თქვა სიმართლე რო გითხრა რა. ატარებიდან. ახალი. საერთოდ. მადერონ მანდის ეს აი პირველ ხო შეიძლება ჩამოთვალოს და სადღაც მადერონ მანდის იყოს. აი მადერონ მანდის რო თქვას ეგეთი რამე მე არ გამიგია რა. იმინა კასეტა მქონდა გაცვეთილი მადერონ მანდის. გორი მაგარი არის და აი ძვე ორივე ალბომი გაქვს მოსმენელი? მე მაქვს აი ფირფიტა რომელიც გამოვიდა ხა მაგრამ ისე YouTube-ზე რაზეც მიმიწვდა ხელი ყველაფერს მოусმინე საერთოდ რა. ხო, სტიამ გააკეთა და აუ ძალიან მაგარია რა. ის ძველი ვოკალისტი ვინც იყო და ვინ არის ვოკალისტი? გოგი. ძუძუშვილი. ხო და გოგლიკა არ ცხოვრობს აქ? აქ არის? ხო რაღაც გაკეთებას ვაპირებთ და რაღაცა ვერ ვაკეთე და შევიკრიბეთ რაღაცა კოლაბორაციის ჩაწერა რა. აუ როგორ მინდა მე კიდე ვინები იყვნენ ეგეთები? ბიჭ ტელესკოპიც ეგეთი იყო რა. ძალიან მევასებოდა ტელესკოპი მადერონ. შენ პლაქსა მოსმენელი? პლაქსაც ხო პლაქსა არის სადმე ისმინება ეს აუდიო დევს? კი, როგორ YouTube-ზე დევს რაღაცა თეატრში ლაივი ქონდა და სარდაფში ლაივი. პლაქსა რატო ქვია, იცი? საერთოდ ჯგუფს ერქვა პლაქს. კონცერტი უნდა ყოფილიყო გრიბოედოვის თეატრში და ბესელა. რა ქვია თქვენ ჯგუფს? პლაქსაო, პლაქსა ერქვა რა, და აი არიწოდა რუსულად წავე და პლაქსა ჩაწერა და ამას რა მაგარია. ქალდანიც ბეკაც მანდას იყო. მესხი უკრავდა keyboard-ზე. დიკა იყო დრამზე, მაჭოვარიანი მაჭიკა ვოკალზე ასნია და ლამერე ხო და ლადონიანი და ემატა. მაგარი ვოკალი აქვს ძალიან კაი იყო, უიმე რა კაი იყო. ძალიან მაგარი. და ბიჭო აი გოგის ვოკალიც ძალიან მევასება მე პირადად რაღაცა ესეთი წყნარი მშვიდი ხმა აქვს. არა გოგი იმინა სიგიჟია ისეთი კაი არის. მაგრამ ნუ ეხა მადერების მთელი მუღამი მუსიკალურობისგან გოგის ვოკალი იყო რა. აი მე თან იმ პერიოდისთვის ეგ სიგიჟე ხო? ხო და ლაივზე იქნებით ნამყოფი. აი მარგარიტაზე ხო მეტი არც ქონია და პლაქსას ვაფშე იმის გარდა ქონია რა მე სარდაფის გარდა მე მგონი. კი. სა რა ვიცი საუბარი. იქ იყო პეროვზე და პლაქსას აგერ შარშან და შარშან წინაც ქონდათ ლაივი. ხო, მაგრამ არა ხა აღარ ყოფილა. ორიგინალ პლაქსა. ორიგინალ პლაქსა. ის არის afternoon version? Afternoon version-იც, მაგრამ მაგათში ყვანის პირველი მადერონ მანდის იყო რა. ქუთაისში არ ყავდა რაღაცა ეგეთ ბენდები რა, პოსტპანკ ჯგუფები არ ყავდნენ და მაგიტო თბილისური ჯგუფებს ძალიან ისე უსმენთ. ისე რა ბომბი პერიოდი არის არა, ესე სიმრავლით. თან ყველა ბენდი ვინც იყო ესე ვინც გამოჩნდა, ყველა დარჩა თუ რა. მაგრაცა. ქუთაისში გრუბიც არ ქონდა რაღაც მძიმე მუსიკა ისეთი იყო, უმეტესად პანკი იყო და გამიტომ კონტრაბანდაც მაგრა გვევასებოდა რა. ხო და კიდე კონტრაბანდა მაგრაცემეს ქუთაისში. იცი ხო ეგ ისტორია. მაგრამ აი რობიკო მიყვებოდა რომ მე მგონი ანუ ისეთ ცემას თუ რაღაცა ძალიან ცემას გადაურჩა. ხო ანუ იქ დევნა იყო და დევნა იყო ამ წარმოიდგინე მსმენელი ხო ეძებდათ და პოლიციაც ამ დასარალებულებს პოლიცია ეძებდა იმიტომ რომ ამ პოლიციასაც დაეშვა რა. ხო რაღაცა ისი მახსოვს просто მე მოყოლი. ხო. ხო და ბესელამ გამოიწვია ალბათ. ясნი აბა ბესელათი დაიწყო ხო. იქ ვიღაცას
და მე შეუგურთხებდა. ფალკონა ხო არ გამოიწვია. აუ, შეიძლება ფალკონასაც გამოიწვია, არ გამორიცხო. ტეტეც უკრავდა მაშინ, მე მგონი კონტრაბანდაში. კოტე იყო. ტეტეც რაღაცა ცოტა ხანი იყო ძალიან. და კახა და ფალკონა. და კახაც იყო დუშკა ხო. არა, კაი, თქვენ არ ნახიოთ რამე ერთობლივ. პროდიუსინგი. ისე ხო, აი, გახსოვს რომ გეუბნებოდი. აი ეს არის ის ტიპი რა. ოკეი. ეს არის ტეიპ მაშინი, ანუ კასეტაზე იწერება და მგონია რომ იმინა თქვენი საუნდია ეგ რა. აი, აუცილებლად. 8 არხიანი ის არის და არ ვიცი. ახლო მომავალში მე მგონი რაღაც უნდა გავაკეთო თამაზე. თქვენ ის ვიდეო კი, მე დანადიკო ახსენებთ ხოლმე სულ მაგას ერთმანეთს რომ მალე ჩავიდეთ და ასე. მისამართი იცი უკვე. Yes. ხო ჩამოხვედით, დაიწყეთ, ახლა შეგიძლიათ. მე გავალ, თქვენ დაიწყეთ და შემოგიერთდებით და Fringle of Sadness გავაკეთეთ. ხერი ისა. მე აი თუ დაუთმობ ესე რომ ავდგედავ იმღერო. ერიკ კლაფტონს ხო უკრავდი, იმღეროდი. აი შემდეგისთვის წავიდე. რა მოსინგლს ხეროდა. Tears in Heaven უკრავდა ბიჭო. არა, ო ძალიან ხო. ერთ წამს მომისმინე. ამის მერე მაგ დანძრეული მართლა ეს ხო 2 აუ რეებს იგონებ, კარგი რა. შეხედე, რამხილაში რამე. შეგონია რომ ეხა ვინმე ელოდება რომ შენ აქ რაღაცა. არა თქო შეჩემო, просто ვერ კიდებ ლადებს ხელს. აი ნახე, თითები როგორ მოძრაობს. ხო იცი ეს რატომ აყოლე? დამენს რა წესი გავიწყვიტე ვარჯიშის დროს. მე გავაკეთე ოპერაცია, ნახე როგორი შრამია თან ზიგზაგა. მე ოპერაცია გააკეთე და დააზიანის ნერვი და ამთიც ვერ ხმარობ. ვერც ამთიც ვერ ხმარობ. და ესე კარგად ვარ. და вообще ხო, ნუ მართლა ინვალიდი გავხდი. როდემდე სულ ასე გექნება? რავი, მეორე წელია ესე ვარ. ანუ ოპერაციის მერე ესე დამიტოვის გაბუჟებაა ცოტა აქ და რაღაცა ნერვია და ზიანება. და რა შვებ? ეხა ვარჯიში რო დავიწყე, ეხა მაინტერესებს რა ქენი ეგეთი რო გაგიწყდა. ყოველდღიურობაში დავიწყე ვარჯიში რაღაც ცოტათი ძიმე პერიოდი მქონა და აი დაჟე არ ვასვენებდი შაბათი კვირაც. 7 დღე ვარჯიშობდი თითქმის კვირაში. კი ვიღებდი ვითომ ყველაფერს პროტეინსაც ამერჯობ კუნცა ვარჯიშებდი ყოველდღე. არა, ნუ ცვალებადობით, მაგრამ და პაუზას არ ვაკეთებდი და გამოიფიტა ორგანიზმი. და უმარტივეს მოძრაობაზე დამემართა. ის პონტი არ იყო რომ და ძალიან ჩვეულებრივი სტანდარტული წონა. აი რამდენ კილოს აკეთებ? აღარ მახსოვს რაღაცა თქვა 25 კილოთი ვაკეთებ. რატო არასწორად არის ესეთი. ბიჭო, არ მქონდა იქ საშუალება, კარგი ანუ ის ტრენაჟერები არ იყო და რაღაცა კუსტარულად გაკეთებულ გვალბუბლიგზე არასწორი კუთხით დავდე ხელი და აი ზედმეტმა გადახრა უმარტივესად გახურებაზე გამიწყდა. ის კი არა რომ ძიმე წონაზე. აი ერთი გავახურე, მეორესაც ვახურებდი და აი ტყავი რო გახიო ეგ ხმარი. და ეს ამოვარდა აქ. გამოუყარებდი. ო ტკივილი 0. ანუ აწყდა ძვალს პრესი. და ეს გამომართვის და ეს მაგ ძვალი შეჭიმა და ეს კუნთი მაგ იღლიაში. და მე ვქისო ნუალიდი შეჭიმა. და წავაყვანე მე გამომიყვანეს გარეთ სამონტყოფოში იქ. იქ ხდება. ხო და გავიარეთ მშვენიერი ხელი არის პროსტა ეს თითქოს რო გამოვიდა ციხიდან რო გამოვიყვანეთ ესეთი ხელით იყო ესეთი პატარა ხელი ხო თან გამოსვლის წინ დამემართა ციხიდან რო გამოდიოდა თან რომ უნდა რომ გაიბრანჭოს აი რა როგორი კონთიანი და ლამაზი ვიყავი და უცბად ეს რო დამემართა მე ერთ 5 თვე ვერ ვარჩი და გამოვედი ჩონჩხი ეს ხელი რაღაც ატროფირდა რაღაც პერიოდი გიფსის მერე და ესე დამრჩა შეჭი აი ესეთი მოკრუჩხუ მართლა ესე გონდა და ესი გამოახაცა ყლეობა გამოვედი მეფერებოდა. არა და რა ლამაზი ვიყავი მანამ. ეხაც ლამაზი ხარ. არა, ეხა დავიბრუნე ფორმაში. კონტრაბანდას მოკვდა-მოკვდაში არის ყველაზე მაგარი ბასის პარტია, რაც საქართველოში დაწერილი. მაგას დუშკა აკეთებ და? კოტე. კოტე. ხო, კოტე იყო. დამ. ბრამ. ძალიან მაგარია. და რაჩქარა უკრავს თან კოტე. კოტე ძალიან კაი ბასისტია. კოტე ყველაფერი კარგი არის, რაც მუსიკას შეეხება. ისა რა ქვია, თქვენი რა იყო SPID-ის პერიოდში, სადღაცას დაემთხვით. მე და კოტე? ნება ესე. ნება ესერიც ერთად დავიწყეთ. ხო? პრიმუსის ბასისტი რა გვარი ეს ფრონტმენი? Les Claypool. ურა კარგი. ძალიან მაგარი. ამას ინგლაიშ
აუ პრიმუსი არის აი ჩემ ბავშვობაში დადიოდა ჭორი რომ ანუ ვიზუალურად არ გვყავდა ნანახ პრიმუსი რა მორსო უსმენდით და ორი ბასისტი ყავთო ამბობდნენ რა იმიტომ რომ ნუ ერთი კაცი მაგას ვერ დაუკრავდა რა სტრუნიან ბასზე იყო ყველა ხო და გიტარისტიც რა მაგარი ყავსა დრამერიც ტირს აუსწავლული ლენონ კლეიპულ დილირიუმ მოსმენდი გაქვს შონ ლენონი ლენონის შვილი და ლეს კლეიპული ერთად აქვს რა რაღაცა ლაივი ნახე მე მგონი ხო მე არ შემხედრე yes საკაიფოა ეგეც ბლარის ბასისტი მიყვარდა ალექს ჯეიმს ხო ძალიან მაგარი ბასისტი ბიჭო რო დაუფიქრდა აი Girls and Boys რა ხო ვითომ ისეთი პაპსა სიმღერა ბასის პარტია არის ძალიან მაგარი იცი ბასოს მე მგონი აი სა ეგ პირველი ტრეკი იყო რა შეხვდა მაგათი მე მგონი ჩემი ეგ იყო Girls and Boys ხო ძალიან კაი It's like a jungle. ძალიან მაგრები იყო, თან სიგარეტია და სულ პირში მაგრამ მე ასე. ხო და გორილასი არ გიყლებოთ მაგის მე? მე ვაფშე ვეღარ უსმენ. მე კი ჩემს ბლარია. ბლარი, ან თუ მაგ ტიპს ეხება საქმე ყველა ვარიანტში ბლარი რა. ხო, მაგრამ მაინც გადახვედით გორილაზე? არა, არას არ გადავსულა. მე პავსავებ გორილას. ნუ რაღაც სიმღერები რა თქმა უნდა მომწონს, მაგრამ არ ვარ რაღაცა გორილა. ბრიტპოპის მოსმენა რო დავიწყე, ბრიტპოპის მოსმენა იდეაში უფრო დათოლომიძისგან დავიწყე, ვიდრე და სტრინგიდან, ვიდრე რაღაც ჩვენ ანუ ტაბულაზე ეგეც ტაბულა რა მაგარი. სტრინგის ბასისტი. ვიცი კი, როგორ? ვიცი ხო? ბიჭო და ისა რა ქვია? აი ტაბულა დაილოცოს, მან გავიდა Sun in Your Eyes ეგეც სიმღერა არის სტრინგის და გაი რომ ნახე. მაგათ ხო, ის ქონდათ ვიდეოები სულ ბევრი. ო, ძალიან მაგარი. ოაზის თუ ქონდათ. ოაზისი თუ ბლარი. არა, ოაზის. მაიცა ოაზის თუ ბლარი. მაინც უფრო ალბათ ოაზისი. მართლა შენ შეჩემა. აგერა და კიდე ის ერთი. ბიჭო უფრო თავარი. უფრო მეტი ნასვენი, უფრო მეტი მაგათვის უფრო მართლა შეჩემა. არა, უცნაურია. ეხლა რო თქვა რომ ოაზის უსმენთ ხო უზივარ და უსმენთ ან რაღაცა არა, მაგრამ აი ის დილაკი არა, ის ტრეკი თუ გახსოვთ რა ერქვა ოაზისისას Morning Glory. აი პამ ეგრე რო იწყოთ რას ეგ დრამე თუ სი ბრიტპოპი როცა მახსენდება სიტყვა ეგ ტრეკი სიმღერა მახსენდება გიტარის ინტრო მახსენდება ეგრე რაღაცა ბლარსაც ოაზისაც იდეაში მაინც დაახლოებით თანაბრად უსმენდი მაგრამ ოაზის უფრო პატარა ბავშვობიდან და დიდი ხანი გამოვიდა მაინც ვიდრე ბლარი შენ გაგი მე ვაფშე ოაზისთან კაი მაშინ ნახე არ მქონია ეგ კაი ბრიტპოპში ოაზისი გრანჟში ხო გრანჟსაც გრანჟსაც ორ ნაწილი ნირვანა საუკეთესოა უდაოდ და სონიკები კიდე ოკეი მაგრამ ისე ორ ნაწილად იმიტომ ვყოფ რომ ჩემთვის Alice in Chains-ი Jam-დესენი ცალკე ვაფშე ცალკე კიდე ისაა რა Alice in Chains და აი ჩემთვის აი ნირვანა და სონიკები უფრო პანკისკენ ბიჭო ხო ნირვანა არის საწყისი რაღაც ანუ პანკია უფრო შეჩემა ფუნდამენტი გრანჟი იყო კაი პოსტ-პანკში ვახ მაგარი კითხვები მოვიგონ დაწყებით მაინც Joy Division-ით დავიწყეთ ფედერაცია, მაგრამ მანდაც ძალიან ბევრი ისა ბენდი რა პოსტ-პანკში. არჩე, ძალიან კონტროვერსიული აზრი გითხრა, იმ დღეს მე და ჩემი მეგობარი ლაპარაკობთ, რომ არჩე New Order-ი უფრო მევასება ვიდრე Joy Division. ხო და მეც ეხავ New Order-ი უფრო მევასება ვიდრე Joy Division. და ძალიან საინტერესო გაგრძელება არის მაგ ყველაფერს. და ძალიან ცოტა ხნის წინ, არც ცოტა ხნის წინ, 1-2-3 წლის წინ აღმოვაჩინე, რომ New Order-ის ვოკალისტი ვინც არის, ეგ უკრავდა Joy Division-ში გიტარაზე. არა, მაგი ყველა მთელი ბენდი გადავიდა, ხო და მე რაღაც არ ვაკვირდებოდი თუ რაღაცა, ეხლა ეგ კაკრას 2-3 წელია კარგად დავიწყე New Order-ის მოსმენაც და აუ ძალიან მაგარია. 24 Hour Party People ნანახი, აქ ფილმი. კი. მაგარი ფილმია ძა. New Order-ი უდავოდ. ხო, რა ვიცი, სხვა ჟანრები რა არის. მეტალში არის Napalm Death. ჩამოსვლები რო იყო და ვოკალისტი და ვოკალისტ რა მოვიდა ისი აუ ძალიან გადავფარი. ეს ლაივ სანამ დაიწყებოდა რა დაალევიეს კახური ღვინო და მეორე სიმღერაზე ტიპმა რწყევა ატეხა და გაიყვანეს ვაფშე სცენიდან და რა უქნეს ხო წარმოგიდგენია. სოდომი იყო ერთხელ ჩამოსული თბილისში მახსოვს. ის დეცი ლაივი იყო.
და სეპულტურა. აი, ჩვენ გვაქვს ბოლოში ხოლმე რეკომენდაციები. აი, ბოლოს რა გინდა წიგნი იყოს, გინდა ფილმი, გინდა მუსიკა, აუში ყველაფერს თუ იტყვი, თლათ უკეთეს. წიგნი, ფილმი და სიმღერა. ხო? წიგნი. ფილმი უფრო დოკუმენტური ფილმების მოყვარული ვარ. და რაღაცა მაგ მიმართულებით უამრავი ფილმი, მაგრამ ერთი ნახე ამას, რომელიც ნახევრად დოკუმენტური და ნახევრად მხატვრული არის, რომელსაც ქვია ისა რა ერქვა ზუსტად გავიხსენო ბიჭო. ჭადის სახელი რო და გავიწყდება კაც. რაზეა? ბიჭო ეს მე რომელზეც გეუბნებოდი, ის ძველი თბილისის ამბები ხდება რა, ტოლულები ახალი ჩამოსულები არიან, აბა რა ხდება რა ბიჟუხში. აუ მიდი რა ხდება ქალაქში და რაღაცეები და ერთი კიდე რომელიც რაუნენიმე წლის წინ ნახე ზაჰესი მომეწონა და ზაჰესი მაგარი ხარუმას ფინა. და შენ ის გაათმოდი სერგო გოთვერან. სერგო გოთვერანზე გეუბნებოდი. მეთქი ეხლა ნახე არის დიდი ხნის წინ და ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარია. Yes. აი, მუსიკალურად გირჩევთ ქართულ ჯგუფებზე ვიტყოდი, არის რაღაცები ძალიან მაგარი. მაგალითად გირჩევდით იზმირს, ვინც არის ის აუცილებლად იზმირი, კოსმოსი არის ეგეთი კიდე ძალიან. კოსმოსი არ ვიცი. ძალიან კაია. პოსტ-პანკში, საპოსტ-პანკის გარეთაც ძალიან მაგარი ჯგუფები არიან. და ხო რა, ეგეთი ჯგუფები, სხვა შორის DJ-ების თაობაც, ახალი DJ-ების თაობაც ძალიან მაგარი არის რა. Nixnoisy ძალიან. Nixnoisy-ც ძალიან კაია, ძალიან მაგარ მუსიკას აკეთებს. და ეხა კიდე Tape Visitors ძალიან მაგარი ბავშვები არიან. ძალიან აი საოცარი ვოკალისტი და საოცარი ინსტრუმენტალისტები, გავგიჟდი ქუთაისში დაუკრეს. აი იმ დღეს ცოტა რაღაცა ცუდი აპარატურა მოუწია თუ რაღაცა რომ დაედგათ და აი ცუდ აპარატურაზე ტიპებს ეგრეს სუფთად დაეკრათ, აი არ მახსენდება, ძალიან მაგარი ბავშვი. მაგარი ხო. კოსმოსი, იზმირი, Tape Visitors-ი და რავი უამრავი ჯგუფია კიდევ ის მოსმენაც შეგიძლიათ რა. და რა შეეხება კიდე რა დამჩა. წიგნის გამოაგდე რა. წიგს მე გახლავართ როგორც ისტორიული წიგნების მოყვარული და რამეს ვკითხულობ ხოლმე ახალ პერიოდში, ძირითადად ვკითხულობ ინტერნეტში რა. და ჩემი საყვარელი ნაწილი ისტორიიდან არის მე-20 საუკუნე და აი მე-20 საუკუნის შესახებ ვკითხულობ რაღაც აი რამდენიმე საიტი არის, ქართული და არაქართული, სადაც იდება ამბები კონკრეტულად, ეხლა ამ კონკრეტულ მას რასაც ვკითხულობ, როგორ ამზადებდნენ კონკრეტულ რაღაცა მედიკამენტებს, რაც მკურნალობისთვის და როგორი ისინი იყო, რა ქვია, ხალხური მეთოდები მკურნალობის და ეგეთ რაღაცებს ვკითხულობ რა, ეხლა შეიძლება ეს არის გაუსწორდეს. ძალიან რენდომ რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე. მაგრამ ეს რომ სკროლავ და ვუყურებ, რამე თემამ თუ დამაინტერესა, ეგრევე ვთიშავ იმ რაღაცას და იმ თემაზე გულს ვუზივარ და ვკითხულობ ხოლმე ყველაფერს. AI ჯერ ვერ დავამუყამე. ბიჭო, მეც ვერ კონტაქტური. მე შინია, ცოტა რაღაცა ბლოკი მაქვს, რა ვერ შევდივარ. მაგრამ ხო სადღაცას იმ დღეს ვილაპარაკეთ მაგაზე, რომ არ არის ჯერ ეგეთი დახვეწილი, რომ თლაც ბიჭო, ხო და არის. ხო, ანუ ჩვენ ვერ ვიყენებთ ესე იგი სწორად? ხალხი იცი, ამას ვიღაცა მითხრა, რომ ჩემიო დივანი არისო ჩვეულებრივია, იმიტომ რომ ვეუბნები, რომ რაღაც საათებამდეო ეს მეილები დამიგზავნე ამ ამ ტიპებთან, ეს გამიკეთე, ეს შემახსენე, ჩემ შვილს ეს შეახსენე და ეგეთ რაღაცე. ხო, მაგრამ ის ინფორმაციის ამოქაჩვის კუთხით გეუბნები, ეგ არის მენეჯმენტს გიკეთებს, თქვათ შენ. მენეჯმენტს გიკეთებს და ულევი, ანუ რაც უფრო მეც წერეია, ის უფრო განათლებულს ხდება. ხო და შენი კონკრეტული თუ ზოგადი განვითარება ხდება. ზოგადი განვითარება შენ გერგება რა. და ის შენ გერგება მთლიანად. ანუ მე რო ახალს ჩამოვწერ თქვათ და დავიწყებ კონტაქტს თავიდან ისე რა. თავიდან გაცნობის პროცესში ხო ცოტა, მაგრამ მე შენ გასწავლობს ყველაფერს რა. ხო და შენასწავლე. ხო, იდეაში შენ ხარ მასწავლებელი რა. ხო და რაღაცა ის ხო ჩაატარეს და იმდენად ჭვიანი არის, რომ რაღაც ცდა ჩაატარეს, აინტერესებდათ რა სიზამ რა, ან ტყუილზე იყო რა, საუბარი, ან ტყუილს ამბობდა, ან სიმართლე უნდა ეთქვა, ან თუ არა რაღაცა იშლებოდა თუ რაღაცა ბაზიდან რა და მოიტყუა.
თვით გადარჩენის ინსტინქტი. ეგეც აქვს უკვე რა და ეს ვიდეოები რო იდება აბა კიდე დახეული ქონია. ძალიან სიგიჟე არის ეს ვიდეოებს რომ ნახულობ აუ ხო პიზდეც. რეკლამები დაიწყეს უკვე რა ანუ რეკლამებში ფულსა მე მგონი ნაკლებად დახარჯავენ ნაწილი. კი რაღაც ინდუსტრიებს ენძრით ალბათ პარალ რეჟიმში. ხო რაღაცა ხალხი წერს რომ მეშინიო ბებია ჩემსაც ვეუბნები რომ გამორთე და იმეც ვყურე თქო და დაიკიდე ვაფშე ყველაფერი თქო. რატო? ბიჭო, ყველაფერი სიჯერებენ რა. ანუ AI-ის გაკეთებულ ვიდეოს ნახავ რაღაცა აჰო, იმ მე მენძრევა ხო ხშირად რაღაც სისულელეს ვაზიარებ, მგონია რომ ანუ ჩვენი გაკეთებულია. ამდენზე AI. აი, ხო ის ძალიან საყურებლობა არის ბებოროა ფერარი თუ რაღაც. ფეხი ფეხი ვარ ბებია. ფეხი. აი. კარგია, ეგ არის მე. ეგ არის. მადლობა. მადლობა თქვენ.